არავისთვის არ არის ახალი ალბათ რომ მიხეილ სააკაშვილი არის კომიკური ფიგურა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, ჩემ და სამწუხაროდ ის კომიკური ფიგურა, რომელიც 9 წელიწადი ეს ქვეყანა აცვა ჯვარს. პირდაპირ და გაატანით მნიშვნელობით. მისი გააქტიურება ეს ნიშნავს ერთ რამეს. ოცნებამ დაიწყო წინასაარჩევნო მზადება და ფიქრობს, რომ ისევ იმ, ასე ვთქვათ, ისევ იმ კარგს გაათამაშებს, ისევ იმ ნაცადი ხერხით, ასე ვთქვათ, მიშა და ნაციონალური მოძრაობა ნასი კოცი, მიშა მოდის, ნაცი კოცი. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს რაიმე დადებითი ან პოზიტიური როლის შესრულება შეძლოს, მით უფრო აი გაგეცინებათ და ხა უყურებდი. ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარედ სრულიად კომიკური პიროვნება დანიშნეს თავმჯდომარედ ხაბეიშვილი. სპეციალურად მიზანმიმართულად რასაკვირველია ეს ხომ გასაგებია ისედაც ყველასთვის. მე ესე ვხედავ ამ მოვლენებს, რომ მიშა სააკაშვილს არნაირი შანსი არ აქვს. გამოუშვებენ მას, არ გამოუშვებენ, შეძლებენ, არ შეძლებენ, ის მისი ფაქტორი უკვე აღარ არსებობს და ხა ჩემი აზრით პარტიები ვთქვათ ის მცირე პარტიები, რომლებიც არსებობდნენ, ალბათ უფრო უპრიანი იქნება, რომ ცალკე რაღაცა კონსოლიდირებას სცადონ და ცალკე ფრონტი გაშალონ ოცნების წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობასთან თუ ისევ ნაციონალური მოძრაობის გარშემო დაიწყო მათი გაერთიანება, ისევ ბოდიში და გრუშის როლში აღმოჩნდებიან, ისევ გაილახებიან და ისევ ოცნება გაიმარჯვებს უპირობოდ. და ოცნება ისედაც გაიმარჯვებს, მე როგორც ვატყობ, ისეთი განლაგებაა პოლიტიკურად. კი ბატონო, რასაკვირველია, ეს ჩანს, რომ ოცნება ამ განლაგებით, რაც ახლა ხდება, ოცნებას ალტერნატივა არ აქვს. რამდენად რომელმაც აი ფაქტობრივად სასაცილოდ აიგდო მთელ მსოფლიოში თავი და რაღაცა ისევ უნდა რომ პოლიტიკურ ლიდერი გახდეს. და ეს რა თქმა უნდა დაზიანებულ ბრენდს კიდევ უფრო მეტად აზიანებს, რასაც რასაკვირველია, პლუს ყველაფერთან ერთად ბატონო მალხას, მე ესეც შემიძლია გითხრათ, მითი მისი პროდასავლურობის შესახებ, რომელიც დიდი ხანია მუსილებს ჩვენ საზოგადოებაში და ეს რეალურად მითია რა. მოდით აი ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი, ხა კითხვას დავსვავ და ნებისმიერმა მაყურებელმა თვითონ განსაჯოს ხის თუ არა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დღეს მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ყველა გვეუბნება, რომ დასავლეთს უნდა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ თქვათ სიტყვაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ან დიდ ბრიტანეთს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნა უნდა, მაგრამ რაღაცა გარკვეული ძალები ოცნებაში ამას ეწინააღმდეგებიან. ეს შეიძლება სრულად ყოფილად ჭკვიანმა ადამიანმა დაიჭეროს. ჭკვიანმა ადამიანმა წარმოუდგენელი ეს. ესე იგი ვის აწყობს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ის პოლიტიკაში? ქართულ ოცნებას, კი ბატონო. რატომ ეს ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენია და საერთოდ რატო დატოვეს ეს ყოველად გაკოტრებული, ყოველად დამნაშავე კონგლომერაცია? რატომ და მარტივი მექანიზმია ბატონო და ბატონო ყოველთვის თავისუფლად ამარცხება. აი ეს არის ნაგავი, ხო? და ამ ნაგავს ვინც მიეკარება, თვითონაც ნაგვად იქცევა. მე მას ჯობი ვარ. ოპოზიციაში ვინც გამოჩნდება იმდენად აქტიურია ნაციონალური მოძრაობა, იმდენი მედია უჭირავს ხელში. კი ბატონო. იმდენი დაფინანსება აქვს შენარჩუნებული. სხვადასხვა ქართული ოცნებისგან, კი ბატონო, ქართული ოცნება. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ახალიც რომ გამოჩნდება, გინდა არ გინდა თუ ოპოზიციას ირქმევს, მიდის ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, ნაგავთან, ძალასთან, რომელიც ასე ვთქვათ, დაეკარება თუ არა მას თვითონაც ნაგვად იქცევა, ხო? ესე დაემართა ხაზარაძეს.